მოგესალმებით ეთერშია სტასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარიამ ელიევა გაგაცნობთ. ის პროცესები, რაც ბოლო დროს წარიმართა, გვინარჩუნებს ოპტიმიზმს, რომ რეალურად მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის გადატვირთვა. დანარჩენი არის დამოკიდებული ამერიკულ მხარეზე და ჩვენ მოთმინებით ველოდებით მათ პოზიციას. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველო ამერიკას თავაზობს სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით. ეს განაცხადი საჯაროდ გაკეთდა და ის პროცესები, რაც ბოლო დროს წარიმართა, გვინარჩუნებს ოპტიმიზმს, რომ რეალურად მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის გადატვირთვა. დანარჩენი არის დამოკიდებული ამერიკულ მხარეზე და ჩვენ მოთმინებით ველოდებით მათ პოზიციას. განაცხადა ირაკლი კობახიძემ. უკვე მეოთხე სესია, რაც საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი ქართველი ხალხის სახელით და მის საკეთილდღეოდ მუშაობს იმ უფლებამოვალეობების შესასრულებლად, რომელიც ჩვენმა ამომრჩეველმა საქართველოს მოსახლეობამ 2024 წლის არჩევნებით დაგვაკისრა. არჩევნებით, რომელიც მოინათლა რეფერენდუმად, რომელსაც მიეცა ყოფნა არ ყოფნის განზომილება, რომელზეც საქართველოს მტრულმა ძალებმა დადეს ფსონი, რომ უნდა შეეცვალათ ჩვენი ქვეყნის ისტორია. რეალური დღის წესრიგის ნაცვლად თავს მოეხვიათ ყალბი ბრჭყვიალა ქაღალდში შეფუთული დღის წესრიგი და მოვეტყუებინეთ. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საუმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მე-11 მოწვევის პარლამენტის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ქართველი ხალხი არ შეცდა. ამომრჩევლის 54%-მა მხარი დაუჭირა საქართველოს მშვიდობიან, სტაბილურ, ძლიერ, სუვერენულ და დამოუკიდებელ მომავალს, რომელსაც მკაფიოდ და მტკიცედ განასახიერებს ქართული ოცნება. მისივე თქმით, დღეს კანონებს იღებს ხალხისგან არჩეული ეროვნული საკანონმდებლო ორგანო, რომელსაც აღარ უხდება დემოკრატიული მანდატის გაზიარება არავისგან არჩეულ. ხშირ შემთხვევაში უცხოეთიდან გაუმჭვირვალედ დაფინანსებულ ჯგუფებთან, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგებოდა დემოკრატიის პრინციპებს. ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ნანუაშვილი Facebook-ზე წერს. მისი თქმით, უწყებაში ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ექსპერტთან კომუნიკაციის საკითხია დაბარებული. სუსტმა უფლება დამცველების დევნა განაახლა გუშინ საღამოს დამირეკა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელმა. დაბარებული ვარ ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ექსპერტთან კომუნიკაციის საკითხზე. როგორც მივხვდი ტელეეთერით დავით კაცარავამ გახსენათო, ეუთოს ექსპერტთან კომუნიკაცია თურმე უფლება დამცველებს გვეკრძალება. მოსკოვის მექანიზმი როგორც ჩანს ძალიან აღელვებთ, წერს ნანუაშვილი. ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს უფრო დეტალურად შემდეგ შეხვედრაზე განიხილავენ. მინისტრებმა საქართველოში დემოკრატიული მდგომარეობის შემდგომი გაუარესების საკითხიც განიხილეს, თუმცა ამის შესახებ უფრო დეტალურად მომავალ შეხვედრას ევმისჯელებთ. განაცხადა კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ. ამასთან მისი ცნობით, სომხეთის თხოვნით 7 ივნისს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ ევროკავშირი ქვეყანაში სწრაფი რეაგირების ჯგუფს გაგზავნის. მთელი მსოფლიო არეულია. ამ არეულობაში ერთ-ერთი მთავარი მსხვერპლი არის ევროპა და ევროპელი ხალხი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პირველ რიგში ეკონომიკური კუთხით ძალიან მძიმედ დაეტყო არეულობა ევროპის კონტინენტს და კონკრეტულად ევროკავშირის სივრცეს. ასეთ დროს ევროკავშირის ბიუროკრატია წესით უნდა ცდილობდეს ახალი გზების გამონახვას, მათ შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობებისა და პოლიტიკური პარტნიორობის გაღრმავებისთვის და როდესაც ასეთ პირობებში ევროპული ბიუროკრატია ცდილობს კავშირების ჩაჭრას, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ევროპული ბიუროკრატია მოქმედებს არა ევროპული ინტერესების შესაბამისად, არამედ გარე ძალების კარნახით, რაც აბსოლუტურად ცხადია. ზუსტად ასეთი კარნახით მოახერხეს მათ და ევროპის ეკონომიკა, რომლის წილი მსოფლიო ეკონომიკაში იყო 30%, შეამცირეს 17.5%-მდე. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ევროპული სუვერენიტეტი არის ძალიან დაბალ ნიშნულზე. განაცხადა მთავრობის მეთაურმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქსტატის აღმასრულებელ დირექტორს და საბჭოს წევრებს თანამდებობაზე პარლამენტის თანხმობის გარეშე დანიშნავს. აღარ იარსებებს კანონი, რომელიც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის და ასევე საბჭოს წევრების თანამდებობაზე დასანიშნად პარლამენტისგან თანხმობის მიცემას ითვალისწინებს. შესაბამისი ცვლილებები ოფიციალური სტატისტიკის შესახებ კანონსა და პარლამენტის რეგლამენტში შედის, რომელიც ქართული ოცნების დეპუტატებმა მოამზადეს. პროექტის მიღების შედეგად საქსტატის აღმასრულებელ დირექტორს თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. იგივე პრინციპი გავრცელდება საქსტატის საბჭოს წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით. აბსოლუტურად ვგმობთ ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებას. სიგიჟეა, რომ თუ პატრიოტული პარტია იგებს არჩევნებს, ევროკავშირი თვლის, რომ დემოკრატია საფრთხეშია. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გაუქმების შესახებ ევროკავშირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ სიარტომ განაცხადა, რომ საქართველოში ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები და ხალხმა გადაწყვიტა რა მიმართულებით სურთ მათი ქვეყანა წავიდეს. რაც შეეხება აქციებს, ფაქტია, რომ ტარდება და ეს დემოკრატიის ნაწილია, აღნიშნა სიარტომ.
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის სამოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, ჩინეთის საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალებას და რეალიზაციის მიზნით 97 პაკეტად დააფასოვეს. ბრალდებულებმა ნარკოტიკული საშუალების ნაწილი სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსეს, რომლებიც სამართალდამცველებმა ამოიღეს. დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ა ქვეპუნქტით და 260 კვარტა მუხლის მეხუთე ნაწილის ბ ქვეპუნქტით და მეექვსე ნაწილის ა ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე უდავო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. აღნიშნულია ინფორმაციაში. კავკასიის მედიცინის ცენტრში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მივიდა. ასევე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან ერთად ადგილზე იმყოფება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძეც და სხვა სასულიერო პირები. ცოტა ხნის წინ კავკასიის მედიცინის ცენტრში საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მივიდნენ. კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფებოდნენ სხვა მაღალჩინოსნები, ბიზნესმენები. ცნობისთვის, პატრიარქი კლინიკაში კუჭიდან მასიური სისხლდენით შეიყვანეს. ის კრიტიკული რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა. ვერ ვხვდები ასეთი რეაქცია რატო არის იმაზე, თუ კი სტანდარტიზაცია მოხდა ხელშეკრულებების ჯაჭვში. ახსენეთ ბრენდები, რომლებსაც ძალიან დიდი ძალა აქვთ, მაგრამ არიან ადგილობრივი მწარმოებლები, რომლებსაც არც თუ ისე დიდი ძალა აქვთ და გვინდა, რომ კონტრაქტული ურთიერთობებით რაღაც ბალანსი არსებობდეს. ასე მიმართა საცალო ქსელების მსხვილ ოპერატორებს საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა. ამაზეა საუბარი. თუ კი შემოგაქვს პროდუქტი, პასუხისმგებლობაც უფრო მეტი უნდა გქონდეს და არჩევანი ყოველთვის არის, რომ არ შემოიტანო. კონტრაქტულ ურთიერთობებში უნდა იყოს სიმეტრიული ურთიერთობა როგორც მომწოდებლებიდან, ისე საცალო ქსელიდან და ამაზე არავინ წინააღმდეგი არ უნდა იყოს, განაცხადა ბერეკაშვილმა. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით ირანის 3 რაიონში სამხედრო ობიექტებსა და ინფრასტრუქტურას დაარტყეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ თეირანში, შირაზსა და თავრიზში დარტყმების დროს ისრაელის საჰაერო ძალების მოიერიშე თვითმფრინავებმა ათობით ბომბი ჩამოაგდეს. მათივე ინფორმაციით, თეირანში უსაფრთხოების ძალების სხვადასხვა შტაბ-ბინა დაბომბეს, მათ შორის ირანის დაზვერვის სამინისტროსა და პარალიმიტარული ძალის ბასიჯის შტაბ-ბინები და ასევე ობიექტები, რომელსაც დრონების, ბალისტიკური რაკეტებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემები შესანახად და გასაშვებად იყენებდნენ. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით აღნიშნული დარტყმები ირანის ტერორისტული რეჟიმის ძირითად სისტემებსა და შესაძლებლობებზე დარტყმების გაღრმავების ფაზის ნაწილია. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს შეხვდება. ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს. პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებით კირ სტარმერი და ვოლოდიმირ ზელენსკი დრონებისა და სამხედრო ტექნოლოგიების წარმოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმებას გააფორმებენ. დაუნინგ სტრიტზე აღნიშნეს, რომ ლონდონს ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტეც ეწვევა, რათა სტარმერთან და ზელენსკისთან უკრაინაში მშვიდობის მიღწევის ძალისხმევის საკითხზე მოლაპარაკებები გამართოს. ირანმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებში ახალი თავდასხმები განახორციელა. ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით ასეთი მოსალოდნელი არ იყო, თუმცა როიტერსის წყაროების ცნობით ის ამ თავდასხმების შესახებ კონფლიქტამდე გააფრთხილეს. ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის მიერ მისი მეზობლების, მათ შორის კატარის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინისა და ქუვეითის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმები მოულოდნელი იყო. ისინი არ უნდა დასხმოდნენ თავს ახლო აღმოსავლეთის ყველა ამ ქვეყანას. ამას არავინ ელოდა, შოკირებულები ვიყავით. უდიდესი ექსპერტებიც კი არ ფიქრობდნენ ამას, აღნიშნა ტრამპმა. თუმცა როიტერსი წერს, რომ აშიშის ოფიციალური პირის და აშიშის დაზვერვის ანგარიშების შესახებ ინფორმირებულები ორი წყაროს ცნობით ტრამპი გააფრთხილეს, რომ ირანზე თავდასხმას შესაძლოა აშიშის სპარსეთის ყურის მოკავშირეებზე დარტყმები გამოიწვია. ისრაელის მიერ გასულ ღამეს ირანში განხორციელებული დარტყმების სამიზნე ალი ლარიჯანი იყო. ინფორმაციას ადგილობრივი მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ისრაელის ოფიციალური პირების ცნობით ირანის მასშტაბით მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარე საჰაერო იერიშების ერთ-ერთი სამიზნე ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი ხელმძღვანელი იყო. მათივე ინფორმაციით ჯერჯერობით უცნობია თუ რა მდგომარეობაშია ლარიჯანი. ღამით ლიკვიდაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შედეგები დაფიქსირდა, რამაც შესაძლოა სამხედრო კამპანიასა და ისრაელის თავდაცვის ძალების მისიაზე გავლენა მოახდინოს. განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ეიალ ზამირმა.
ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.